რამდენიმე დეტალი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ კი გადავწყვეტთ, რომ თანხა დავზოგოთ ვებსაიტის გადასაკეთებლად, არ მივმართოთ web development-ს და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თავად შევეცადოთ, ან რომელიმე online ხელსაწყო გამოვიყენოთ ამისთვის. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება და შეცდომები. ხელოვნური ინტელექტი ორიენტირებულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას ის ამოცანა, რასაც მივცემ. ეს ძალკე თემაა კიდე, პრომპტის ცოდნა, რომ არის საჭირო და სწორი პრომპტი რომ უნდა მიეწოდო, რომ ამოცანა სწორად შეასრულოს, თუმცა თუ პრომპტს არასწორად მივაწვდით, ან რაღაცას ზედმეტს ვეთქვით, ან რაღაცას დავაკლებთ, აუცილებლად იქნება ამ კოდში შეცდომა. რასაც ჭირდება ტესტირება. შეგვიძლია სხვა ხელოვნურ ინტელექტს გავატესტინოთ, თუმცა ისიც ვერ გეტყვის, ან გეტყვის რა არის შეცდომა, მაგრამ ვერ მიხვდები, იმიტომ რომ არ იცი რაზე ესაუბრებ. არის აი ეს დეტალი. ამიტომ პირველი არგუმენტი იმისთვის, რომ უნდა მიმართოთ web developers, რომელმაც იცის რა უნდა გააკეთებინოს ხელოვნურ ინტელექტს. მეორე, ეს არის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია. არსებობს რაღაცა წესები, რის მიხედვითაც, როდესაც ჩვენ დეველოპერები ვაწყობთ საიტს, ვითვალისწინებთ რაღაცა დეტალებს ჰედერი იქნება, ლოგიკა იქნება, კონტენტის სტრუქტურა იქნება, თუ ზოგადად, რომ ეს საიტი იყოს საძიებო სისტემებში ოპტიმიზირებული. ერთი სიტყვით შეგიძლია უთხრა ხელოვნურ ინტელექტსაც, რომ იცი რა გამიკეთებ საძიებო სისტემებში ოპტიმიზირებული ვებსაიტი, თუმცა ის მაინც ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ შედეგი დადოს სწრაფად და აქაც დაუშვებს შეცდომებს, აქაც თავისებურად გააკეთებს რაღაცას, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ორიენტირებული არის არსებული ინფორმაციის ანალიზზე და უკვე არსებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით გააკეთებს, შეიძლება ეს ანალიზი გააკეთოს მოძველებულ ინფორმაციაზე და ამაში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ რაღაც ელემენტარული საფეხბურთო რაღაცეები გითხეთ, იგივე ChatGPT-ს, იგივე Gemini-ს და საკმაოდ მოძველებულ ინფორმაციას გეტყვით, ანუ შეაგროვა ინფორმაცია, გაანალიზა და მოგცა, მაგრამ ის რომ გუშინ გადავიდა ვიღაცა მადრიდის რეალიდან ლივერპულში, ეს მან ჯერ არ იცის. იმიტომ რომ ეს იმდენად გავრცელებული და იმდენად დამუშავებული ინფორმაცია არ არის, რომ ამის ანალიზი სწრაფად გააკეთოს. იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ, რომ დღევანდელი ინფორმაცია სწრაფად გამიგენ, უნდა წავიდეს ისე Google-ის ალგორითმი გამოიყენოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციაც მოიგოჭრებს. მით უმეტეს კოდს ისე წერს, რომ იყოს ის ოპტიმალური პერფორმანსზე, ანუ ჩატვირთვაზე, წარმატებაზე და უგულველყოფს ისეთ დეტალებს, რასაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ. და მესამე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის დიზაინი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონკრეტულად ჩემი კომპანია ხმარობს WordPress-ის ძრავს და ხშირ შემთხვევაში იყენებს templates, ეს დამოკიდებულია ბიუჯეტზე, დამკვეთის მოთხოვნაზე და ასე შემდეგ. მაშინაც კი, როდესაც ვიყენებთ templates, ანუ ვარგებთ ლოგოს, კომპანიის ლოგოს და კორპორატიულ სტილს უკვე არსებულ templates, მაშინაც კი რაღაც ინდივიდუალურ ელემენტებს, რომელიც ამ კომპანიისთვის შეიძლება იყოს დამახასიათებელი, ინდივიდუალურ შტრიხს, ფერს, background-ში ლოგოს ბოლო-ბოლო რაღაცა დეტალი ინდივიდუალიზმის ყოველთვის აქვს ნებისმიერ პროექტს. ხელოვნური ინტელექტი გაგიკეთებს კარგ დიზაინს, კარგ სტანდარტულ დიზაინს, უბრალოდ კარგად რომ დაათვალიერო ინტერნეტში, შეიძლება ზუსტად იგივე დიზაინი, უბრალოდ სხვა ლოგოთი და ფერით, ერთ-ერთში იგივე, ასე ვთქვათ, მარკეტინგულად გამართული წყალებში, ნახო სხვაგანაც და ეს არ იქნება ინდივიდუალური. ისევე როგორც საუბრობდი კონტენტზე, თავის დროზე, წინა ვიდეოებში ამაზე მისაუბრია, ამ შემთხვევაში დიზაინი იქნება გამართული, მაგრამ არ იქნება ინდივიდუალური. არანაირი ინდივიდუალური შტრიხი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შენთვისაც რომ გააკეთოს. მაინც სტანდარტული და ძალიან ეს შაბლონური იქნება. დაახლოებით აი როგორი რაღაცა გითხრათ, რომ შედიხართ მაღაზიაში, ყიდულობთ ლონდონის არსენალის უნიფორმას
და ზურგზე აწერინებთ თქვენს გვარს. არაფერი ინდივიდუალური გარდა იმისა, რომ თქვენი გვარი აწერია ზურგზე, არაფერი არ ექნება ამ მაისურს, ხომ? იქნება ლონდონის არსენალის მაისური. ზუსტად იგივე ხდება დიზაინშიც და ვისთვისაც დიზაინის ვიზუალურ მხარეს და ესთეტიკას მნიშვნელობა აქვს, ამას მაშინვე ყველა ხდება. თუ რა თქმა უნდა, სულ ერთი არ არის და უბრალოდ არ გინდათ, რომ თქვენ დომეინს რო აკრიფავენ რაღაც ეცებას. ასე რომ გასაგებია, თქვენი მოტივაცია გასაგებია, თანხის დაზოგვის მოტივაცია გასაგებია, თუმცა არის ერთი ესეთი დეტალი, პოტენციური კლიენტი თუ მყიდველი, როდესაც შედის ვებსაიტზე და ნახულობს ცუდ საიტს, ან ძალიან შაბლონურ და არაფრის საიტს, ჩათვალეთ, რომ ის კლიენტი დაკარგულია და ის თანხა, რაც მის მოსაზიდად და საიტზე შემოსაყვანად დახარჯეთ, არის ტყუილად დახარჯული. შესაბამისად, იცით უკვე ვის უნდა მიმართოთ ვებსაიტის დასამზადებლად, ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას, ასევე შეგირჩევთ ოპტიმალურ ვერსიას და შემოგთავაზებთ სერვისს, რომლითაც აუცილებლად მოხდებით არჩევით. დიდი მადლობა.